საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ სამეფოში ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა, ასევე ორმხრივი შეხვედრები. ნინო არღლიანი დუბაიდან გვერდება. მსოფლიო მთავრობათა სამიტს არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქი დუბაი მასპინძლობს. დუბაიშია საქართველოს პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად, რომელიც ხვალ სამიტის მონაწილეებს 150-მდე ქვეყნის 6000-მდე წარმომადგენელს სიტყვით მიმართავს. ირაკლი კობახიძეს დაგეგმილი აქვს ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში გასამართ შეხვედრებში მონაწილეობა, რომლის მთავარი თემაც ინვესტიციების მომავალი იქნება. დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისთვის, რადგან საქართველოს პრემიერი რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრას გამართავს, პირისპირ შეხვედრას არა მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან, არამედ მსხვილი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებთან, რომლებიც დღეს სწორედ დუბაიში იმყოფებიან. ამ შეხვედრებზე მთავარი თემა კი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემო იქნება. რაც შეეხება თავად სამიტს, სამიტი წელს მე-13 იმართება. სამიტის მთავარი თემა მომავლის მთავრობების ჩამოყალიბებაა. რაც შეეხება საკითხებს, შეხვედრის მონაწილეები ფოკუსირებულები იქნებიან 5 ძირითად საკითხზე, მათ შორის იქნება ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა. ამ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ბიზნეს წრეებთან შეხვედრისთვის და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის. მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს ამ სამიტის ფარგლებში, გვექნება ორმხრივი შეხვედრებიც, როგორც სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობა არის საქართველოს ინტერესების შესაბამისად პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად სხვადასხვა სახელმწიფოებთან. საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს საერთაშორისო თანამეგობრობას გაუზიაროთ ჩვენი მიღწევები, ასევე ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე დგას. ჩვენ გვექნება რამოდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებლობა, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი შეხვედრები გავმართოთ სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობების წარმომადგენლებთან, სადაც მათ გაუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ასევე ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არის თანამედროვე მსოფლიოს წინაშე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დუბაიში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. კვირის ბოლომდე დუბაი მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება, რადგან მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობას, როგორც უკვე გითხარით, 150-მდე ქვეყნის 6000-მდე წარმომადგენელი იღებს.